დანიელ კორმიემ ისაუბრა თოფურიაზე და პროფესორ ჰაბიბზე, რომელმაც ჯერ გადაუწყვიტა ილია თოფურიას არმან ცარუკიანთან ბრძოლა და მერე 20% გამარჯვებისაც არ აღირსა. ოღონდ გახსოვდეთ, რომ დანიელ კორმი არის ჰაბიბის გადამკვდარი ძმაკაცი და კორმიემ ისე ისაუბრა, რომ თითქოს არც მწვადი შეწვა და არც შამფური და მაგრამ საერთო ჯამში რომ დავკვირდით მის საუბარს, ჩანს რომ ის ილია თოფურიას ნამდვილი ფანი არის. მოდით მოусმინოთ ინტერვიუს. ისლამი UFC-ის ჩემპიონი იყო მსუბუქწონაში, ეხლა კი ის 77 კილოგრამში შეხვდება ჯეგდელა მადალენას. ამასობაში ხაბიბმაც ბოლო ინტერვიუში გააჟღერა თავისი აზრები. ზოგადად ხაბიბს ბევრი განსხვავებული აზრი აქვს. ისლამის კარიერაზე და ასევე 70 კილოგრამის დივიზიონზე, რომელსაც ის თავის დროზე პირადად მართავდა თავისი რკინის ხელებით. ამ მომენტში ამ დივიზიონს ილია თოფურია განაგებს. 70 კილოგრამში დიდი არეულობაა, ძველი ჩემპიონი გადადის სხვა წონაში, ჩნდება ახალი პედი პიმბლეტი ოქტაგონში ძურება, როდესაც ეს მას არ უნდა გაეკეთებინა. ხაბიბს კი პირდაპირ ეკითხებია, ვინ არის 70 კილოგრამში საუკეთესო მებრძოლი და ის უკოკმანოდ სარუკიანს ასახელებს. მან თქვა, რომ ილიას შანსი არ აქვს არმანთან, რადგან ის კარგად მუშაობს დისტანციაზე ფეხებით და ამ წლებში კარგად განვითარდა. თან სარუკიანს ილიას ბრძოლების ვიდეოები აქვს, რომელიც გაანალიზა და თვლის, რომ ამ მომენტში არმანი საუკეთესოა დივიზიონში. მე მესმის ნურმაგომედოვის და მესმის რატომაც საუბრობს ესე, მაგრამ აი რაში არ ვეთანხმები მას. ილიას ბრძოლებში ერთადერთი რაც გვინახია, ეს არის მისი მეტოქეების ცემა. კი, არმანი უკეთესი გახდა, მაგრამ ილიას გახდა უკეთესი. მე არ ვიცახი, რომ არმანს არ შეუძლია თოფურიას დამარცხება. კი, შეუძლია და ის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ხამარი ილიასთან არის და ის ფაქტი თუ როგორ მოიპოვა მან, ეს ხამარი ხდის თოფურიას ჩემთვის საუკეთესო მებრძოლად. რატო ვფიქრობ ასე? კი ბატონო, აგიხსნით. რომ გადავხედოთ თოფურიას მეტოქეებს, ნუ კი, MMA-ის მათემატიკა ყოველთვის არ მუშაობს, მაგრამ რა უკნა მან ჩარლზ ოლივერას? კაი, ოლივერამ შეიძლება სხვა სტრატეგია ერჩია, თუმცა არმანთან ბრძოლისას ჩარლზ რამოდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ილიასთან ბრძოლაში საერთოდ უშანსოდ იყო. ნუ მაქს ხოლუემ კარგად დაიწყო, ოღონდ პირველი რაუნდი. ჯოშემეტი საერთოდ უშანსოდ იყო. თოფურია მთელი ბრძოლა მას ბანალურად წემდა. ილიას კარიერაში ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც ბრიტანელმა ჯეი ჰერბერტმა ის წააქცია ფეხით. მაგრამ რა გააკეთა თოფურია? ადგა და დგომში დააფინიშა ის. ილია ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი მებრძოლია. ასე რომ ხაბიბს მე არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის მისი. კი, არმანმა პროგრესი განიცადა, ის შედარებით გაბარიტულია და ძლიერია. ამ ორ ფაქტორმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მაგრამ გულახდილად გეტყვით, თუ ილიას წინ ისლამის მაგრად სხვა მებრძოლი იდგება, ვერ ვიტყვი, რომ თოფურია შეხვდა საუკეთესოს. იძახიან, რომ არმანს კარგად გადაყავს მეტოქეები პარტეში და ილიას ესეთებთან არ ქონია საქმე. მაგრამ თოფურიას ბაზა ჭიდაობა, ასე რომ ღმერთმა იცის რა მოხდება. მე ვაღიარებ, რომ არმანი ძლიერი მსუბუქწონოსანია, შეუძლია პრობლემები ნებისმიერ შეუქმნას. მას კარგი ჭიდაობა აქვს, შეუძლია საბმიშენით მუშაობა, მაგრამ ხაბიბი ილიას 20%-ს აძლევს, ანუ 80-20-ზე. ასევე იძახის არმანი უფრო მაღალია და ბრძოლის დღეს იქნება უფრო მძიმე. კი, ბევრ რამეში ვეთანხმები ხაბიბს, მაგრამ 80-20-ზე ეს ნამეტანია. მე ვიტყოდი 50-50-ზე ან 60-40-ზე ილიას სასარგებლოდ. დიახ, ილიას არმანის ჭიდაობის გამო შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემები. ბევრი მეუბნება, რომ ილიას კარგი ჭიდაობა, გრეპლინგი და სხვა დანარჩენი აქვს, მაგრამ UFC-ში მე მხოლოდ იმას ხედავ თუ როგორ თიშავს მატადორი მეტოქეებს. სიმართლე გითხრათ, არ მინახია თოფურია შეხვედრო და არმანისნაირ მოჭიდავეს. დიახ, ჯოშემეტი კარგი მოჭიდავია, მაგრამ ის არ არის არმანი და ის არ არის ეგეთი ძლიერი და დიდი. ასე რომ კი, რაღაცაში ხაბიბს ვეთანხმები, მაგრამ 80-20-ზე ეს ზედმეტია მართლა. სერიოზულად, ესეთი ციფრები შეიძლება გააჟღერო, როცა ჩხუბობენ ჯონსი ან დაუმარცხებელი ხაბიბი. ისინი იყვნენ დაუმარცხებლები. თუმცა სტოპ, ერთი წამით. ილია თოფურიაც ხომ დაუმარცხებელია. ამიტომ 80-20-ზე ეს სრული სიგიჟია. მე არ მჯერა, რომ არსებობს პლანეტაზე ადამიანი, რომელიც ილიას 10 ბრძოლიდან 8-ს მოუგებს. ეს ჯიუტი ფაქტია, ძმაო. ამას წინათ ისლამს მის ფანმა კითხა, ხო დაბრუნდებიო 70 კილოგრამში და ხო წემო ილიასო, რაზეც მან უპასუხა, როგორც თქვენ იტყვითო. აქედან გამომდინარე, მე სუპერ ბრძოლა ჩიმავი მახაჩევი კი არა და თოფურია მახაჩევი მგონია. სიმართლე გითხრათ, ამ ბრძოლასთან ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. წინათ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ილია ისლამს შეხვდებოდა, მაგრამ ეხლა ყველაფერი მაგეთკენ მიდის. მახაჩევის ბრძოლა ჩიმაევთან საინტერესო იქნება, დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თოფურიასთან ჩხუბს ავირჩევდი, თან რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები ერთმანეთს შეერკინებოდნენ. როგორც ხედავთ, ისლამი ალაპარაკნა, ილია კი ყველამ ვიცით, რომ ითხოვს ამ შერკინებას. ასე რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება. საკითხავი მხოლოდ ერთია, როდის შედგება ეს სუპერ შერკინება, რადგან ისლამს ჯერ წინ სატიტულო ბრძოლა ელის ჯეგდელა მადალენასთან. ხაბიბი იძახის, რომ მადალენა კარგი მებრძოლია, მას ყველაფერი უნახია და რთული მეტოქეა.
ოპონენტია. ილიას კი წინ ან პედი ან სარუკიანი ელისო. მოკლედ ძალიან მძიმე ვითარებაა. კაი ამ ყველაფერში კიდევ ის არის, რომ ილიამ და ისლამმა დაიწყეს ერთმანეთზე საუბარი. წინათ ისლამი მას აიგნორებდა, ეხლა კი საუბრობს. და როდესაც ორი ასეთი დონის სპორტსმენი ერთმანეთზე საუბრობს, ეს უკვე ნიშანია. გამოდის ისინი ამ შეხვედრას არ გამორიცხავენ. ეს კიდევ სწორედ ის არის, რაც ჩვენ ყველას გვინდა. როგორც ჩანს, დანიელ კორმიემ რაღაცა იცის და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ილია და ისლამი მომდევნო ბრძოლებს რომ მოიგებენ, შეიძლება ისინი შეხვდნენ და შედგეს ეს სუპერ ბრძოლა და აი მერე მაინტერესებს ხაბიბის წინასწარმეტყველობა როგორ პროცენტულობას მისცემს. ალბათ ილიას 5%-ს მისცემს და ისლამს 95%-ს, ან წინასწარ საერთოდ მარცხს ჩაუთვლის ილია თოფურიას, მაგრამ ახსენდება უმარ ნურმაგომედოვთან მისი წინასწარმეტყველი პროგნოზი. უმარი უფრო კარგი მებრძოლია. როდესაც ნახავთ უმარის შერეულ სტილს, მიხვდებით, რომ ის სხვა დონეზეა. ამ მომენტში უმარი ამ დივიზიაში საუკეთესოა. ის ნამდვილი ჰაი-ლეველია. ფიქრობ პირველი 3 რაუნდი ჩემი იყო, დანარჩენი 2 თანაბარი. ეს შეხვედრა მე მოვიგე. არ ვეთანხმები მსაჯებს, თან პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე მერაბის თავმა მომტეხა ხელი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძოლე და მოვიგე. მოკლედ ხაბიბის პროგნოზი 80% 20%-ზე თუ იგივენაირად ახდა როგორც მერაბ დვალიშვილის შერკინების დროს, მაშინ მე და დუსოს ახს გავყიდით და პირდაპირ ტენით ტოტალიზატორში ჩვენ ფულს და ისაც ქართულ ტოტალიზატორებში კი არ ჩავდებთ, რუსულ ტოტალიზატორებში ჩავდებთ, რომ თუ წაგება აბარემ რუსეთის ტოტალიზატორი დამარცხდეს. მოკლედ დაწერეთ თქვენი კომენტარები, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, მე და დუსო კიდევ გემში დობებით.